აქცია გამართეს დღეს დილიდან თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრებმა და მერობის ყოფილმა კანდიდატმა საკრებულოს წინ. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების სიმცირე გააპროტესტეს. ოპოზიციის წევრებმა პროტესტის სიმბოლურად გამოხატეს და ლერმონტოვის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე ასფალტი დააგეს. უმცირესობის განცხადებებს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. არაფრის გამკეთებლები არ არიან, იმიტომ რომ როგორ შეიძლება, როდესაც შუაგულ თბილისში აი ამ ხელა 40 დედაქალაქის საკრებულოს წინ არის ამოუსებელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რა იმედი უნდა კონდეს გლდანში, სანზონაში, ლილოში, მოსახლეობას, რომ იქ დააგებენ. ეს არის სრული ილუსტრაცია იმისა, რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნარო, არც ერთი გამოცდილი კადრი პრაქტიკულად ამათო არ დატოვეს დედაქალაქის მერიაში და დროა გონს მოეგო. Აპროტესტებთ დავით ნარმანიას მთავრობის უქნარობას და უსუქმურობას, რაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გამოიხატება ქალაქის გზების ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენით. ჩვენ სიმბოლურად დღეს ამოვავსეთ ის დიდი ორმო, რომელიც საკრებულოს წინ არის და იმედია ამით მაინც მივცემთ სტიმულს დავით ნარმანიას და მივცემთ მაგალითს, როგორ უნდა საქმის კეთება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ საგზაო სამუშაოები, რამდენიმე ტენდერი და შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურა ბოლო დღეებში დავასრულეთ და ტექნიკამ უკვე დაიწყო ქალაქში მუშაობა ამ თვალსაზრისით, ვიდრე ამინდები იქნება და ზამთარი დადგება, მანამდე მოვაწესრიგებთ გზებს. ჩვენ 60 მილიონ ლარზე მეტი გავითვალისწინეთ უშუალოდ საგზაო სამუშაოებისთვის.